გამარჯობა, მე სოფი მოსიაშვილი ვარ, ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგი. ახალი სასწავლო წელი ბავშვის ცხოვრებაში დიდი ცვლილებაა. ის შედის ახალ გარემოში, იცნობს ახალ წესებს, ახალ ადამიანებს. ამ დროს მისი ფსიქიკა ეძებს სტაბილურობას და ცდილობს მოიპოვოს უსაფრთხოების განცდა. სწორედ ამ პერიოდში მისთვის უმნიშვნელოვანესია პატარა თანმიმდევრული წესები, რომელიც მას სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას უქმნის. ხშირად გქონია, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სინამდვილეში ის პატარა ნაბიჯებით იწყება. დილის მისალმება, პირადი ჰიგიენა, ჩახუტება, წინადღით ჩანთის და ტანსაცმლის მოწესრიგება. როდესაც ბავშვი ამ ყველაფერს ყოველდღიურად იმეორებს, მის ფსიქიკაში ჩნდება გზავნილი. შენ მნიშვნელოვანი ხარ და საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტია. ეს პატარა ჩვევები ბავშვს ეხმარება დამოუკიდებლობის გაზრდაში, ასევე თვითშეფასების სტაბილურობაში და ემოციების კონტროლში. იმისთვის, რომ ბავშვისთვის პროცესი უფრო მეტად სახალისო და საინტერესო იყოს, გთავაზობთ 3 მარტივ ხერხს. თამაში და სიმბოლიკა. ბავშვის საყვარელი პერსონაჟის ჯაგრისით, კბილების გასუფთავება და გემრიელი კბილის პასტით პროცესს უფრო სახალისოს ხდის. დღის რეჟიმი. ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე საქმის კეთება ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს შფოთვას, ხოლო გემრიელი ხემსი სკოლისთვის ზრდის ბავშვის მოტივაციას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლის მაგალითი არის ძლიერი გზავნილი ბავშვისთვის, რომელსაც იგი იმახსოვრებს, უყურებს და იმეორებს. ამიტომ იყავით მათთვის ისეთი მშობლები, რომლებიც სკოლისთვის მომზადების რუტინას უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის. ჩვევები, რომელსაც დღეს მათთვის ქმნით, ხვალ მათი ცხოვრების საფუძველი გახდება. მიეცით მათ უფლება იგრძნონ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არის სიხარული და არა მხოლოდ ვალდებულება. გახსოვდეთ, რომ სწორედ პატარა ნაბიჯებით ყალიბდება თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი პიროვნება და თუნდაც რაღაც ვერ გამოუვიდეს დღის განმავლობაში, დაბანილი ხელები და სუფთა კბილები შეახსენებს, რომ მან უკვე შეძლო და ყოველთვის შეუძლია თავიდან დაწყება.